გაერთიანებული ოპოზიციის ზესტაფონის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას. ამჯერად ის სოფელ ალავერტში შეხვდა მოსახლეობას, მასთან ერთად კი შეხვედრას ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილიც ესწრებოდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა იქ არსებულ პრობლემებზე საუბრობს, პოლიტიკოსებმა კი მათ თავიანთი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. სოფელს არ მიეწოდება წყალი, მოუწესრიგებელია შიდა სასოფლო გზები და სოციალურად დაუცველ ადამიანებს მოუხსნეს ასევე სპეციალური შემწეობაც. 200 ლარი არ ყოფილი რა არის არაფერი არ არის 200 ლარი ვერაფერს ვერ ვიცი მე დიეტური საჭმელი მინდა მე ვჭამო ბავშვები ხიარი მყავდეს ეს როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ არ ვიცი ხალხს მოხედო ხალხს უჭირ გაჭირებულია ძალიან ადამიანები გამოთქვამენ გულის წუხილს რომ არ ექცევათ არანაირი ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან არის უამრავი სოციალურად გაჭირებული ადამიანები სავალალო მდგომარეობაშია სიდა საუბნო გზები ასევე აქვს უდიდესი პრობლემა მოსავლიანობასთან დაკავშირებით აუცილებლად მათ გაუმართლებ იმედებს დაუდევი პირობა რომ იქნება მათ გვერდში ყურადღების ქვეშ იქნება ყველა ადამიანი და მაქსიმუმს გავაკეთებ მათ საკეთილდღეო და მათი პრობლემების აღმოსაფრთხებლად სოფელ ალავერტში არ იგრძნობა თუ არსებობს ხელისუფლება. წარმოვიდგინეთ, მუნიციპალიტეტი უკანასკნელი წლების განმავლობაში ხარჯავდეს 100 მილიონს და ამ სოფელში არ იგრძნობოდეს 11 თეთრის სიკეთე. ეს ხომ წარმოუდგენელია. სოციალურად დაუცველებს ეხსნება პანტაპუნტით დახმარებები. თითქოს მართლაც ეს ხალხი ცხოვრობს სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც კიდევ უფრო უარესია ალბათ მდგომარეობა. ამიტომ გამოსავალი არის ერთადერთი არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციური საერთო კანდიდატის არჩევა.